რუსეთის მილიციამ გუშინ მოსკოვის ტრიუმფალურ მოედანზე რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 31 მუხლის მხარდასაჭერად ტრადიციული არასანქცირებული აქციის ჩასატარებლად მისული ოპოზიციური ძალების წარმომადგენლების დაკავება დაიწყო. Ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულია ოპოზიციური მოძრაობა სოლიდარობის ლიდერი ბორის ნემცოვი, გაერთიანება სტრატეგია 31-ის ერთ-ერთი ლიდერი ედუარდ ლიმონოვი, აქციის ორგანიზატორი კონსტანტინ კოსიაკინი და კიდევ 10 ადამიანი. მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარმა სამმართველომ ამ დროისთვის 70 ადამიანის დაკავების ფაქტი დაადასტურა. ისრაელის დელეგაცია, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობს, ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც პალესტინის პირველ პირებთან პირისპირ მოლაპარაკება გაიმართება. პალესტინის ისლამური სამხედრო დაჯგუფების ჰამასის ლიდერმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ მოლაპარაკებაზე მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა და განაცხადეს, რომ ისრაელთან პირისპირ მოლაპარაკებების გამართვას პალესტინის ხელისუფლებაც არ უნდა დათანხმებოდა. მოლაპარაკების დაწყებამდე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ როგორც იქნა ბოლო 2 წელიწადში პირველად ისრაელისა და პალესტინის ლიდერების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა მოახერხა. ვაშინგტონში ჩატარებულ შეხვედრაზე მსოფლიოს ყველაზე რთულად გადასაწყვეტი და ყველაზე ხანგრძლივი კონფლიქტის განხილვა იგეგმება. მოლაპარაკებების ორგანიზატორი და ინიციატორი თავად ბარაკ ობამა, ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების შანსები ნამდვილად არსებობს, თუმცა ამ დრომდე არც ერთმა მხარემ საკუთარი პოზიციები არ დათმო. პალესტინის მხარე ბევრს არაფერს არ ითხოვს. უბრალოდ ისრაელის მთავრობამ უნდა შეაჩეროს მშენებლობები ჩვენს ტერიტორიაზე. ისრაელი თუ არ არის ამაზე თანახმა, მაშინ რაზე უნდა ილაპარაკონ? პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ისრაელის მიერ 1967 წელს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ითხოვს. ამისთვის მას საზღვრის მცირე ცვლილებებზე მსატყუპნა გამოაცხადა, რაც ისრაელს თავისი ტერიტორიების ზუსტი დემარკაციის საშუალებას მისცემს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ ის პალესტინის სახელმწიფოდ ჩამოყალიბების მომხრეა, მაგრამ ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინას არასოდეს დაუთმობს. პალესტინელებს და ებრაელებს მიაჩნიათ, რომ ასეთ პირობებში მოლაპარაკებების გამართვას არანაირი აზრი არ აქვს. არ ამგონია, რომ ამ მოლაპარაკებებს რაიმე დადებითი შედეგი ჰქონდეს, რადგან როგორც ჩანს, ისრაელი თავისი პოზიციების შეცვლას არ აპირებს. ჩვენ გვქონდა 17 წელია მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, მაგრამ შედეგს ხომ ხედავთ, დღემდე ვერაფერს ვერ მივახციეთ. მე არანაირ შედეგს არ ველოდები და საერთოდ ეს ყველაფერი უკვე მოგბეზდა. აღარაფერს იმედი აღარ გვაქვს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება. ჩვენ მშვიდობა და სიწყნარე გვინდა. სამწუხაროდ, იმედის მომცემი ჯერჯერობით არაფერის ჩანს. ორივე მხარე ძალიან სულმდაბალი და მატყუარაა და არც ერთი თავისი პოზიციის დათმობას არ აპირებს. ოპტიმიზმის საფუძველი აღარ დაგვრჩა. ექსპერტების აზრით, პალესტინის პრეზიდენტი მოლაპარაკებაზე მხოლოდ იმიტომ დათანხმდა, რომ ამერიკის პრეზიდენტი არ გააღიზიანოს. გონია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ისრაელისა და პალესტინის ლიდერების მოლაპარაკებების მაგიდასთან იძულებით დასმა საკმაოდ უგონო საქციელია, რადგან ამერიკამ მშვენივრად იცის, რომ კონფლიქტურ მხარეებს შორის არანაირი შეთანხმება არ მოხდება. არც ერთი მხარე დათმობაზე არ მიდის და ეს ყველაფერი უსასრულობამდე გაგრძელდება. ორივე მხარის წარმომადგენლები მოლაპარაკებების შედეგებს საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის სამთავრობო გაზეთი ქაიჰანი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ირანულმა გაზეთმა თავის სარედაქციო სტატიაში საფრანგეთის პრეზიდენტის მეუღლეს კარლა ბრუნის მეძავი უწოდა. ასეთი ეპითეტის მიზეზი კი ის ფაქტი გახდა, რომ კარლა ბრუნი მწიგნობისჯილ 43 წლის ირანელ ქალს და 2 შვილის დედას მხარი დაუჭირა, რომელსაც ქმრის ღალატის გამოსჩია. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ ჟურნალისტებს უცხო ქვეყნის ლიდერების შეურაცხყოფის უფლება არ აქვთ. ციტატა ირანული გაზეთიდან: ბრუნი მომღერალი და უზნეო მსახიობია, რომელმაც დაანგრია სარკოზის ოჯახი და საფრანგეთის პრეზიდენტს გახვაცოლად და იმ პერიოდში ერთ-ერთ მომღერალთან გააბა სასიყვარულო ურთიერთობა, ახლა უზნეო საქინე მოჰამედის დაცვას ცდილობს. სტატიის სათაურში კი ეწერა, რომ საფრანგეთის ცნობილი მეძავები ირანელ მეძავს იცავენ. ენისეს სასახლიდან ამ ფაქტზე ამ დრომდე ოფიციალური პასუხი არ ყოფილა.
სერბის სპეციალისტები სერბეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე კოსოვოს ბელაჩევაცის რაიონს დაათვალიერებენ, სადაც სავარაუდოდ სერბების მასობრივი საფლავი მდებარეობს. ჩვენ ახლა გათხრებს ვიწყებთ, რათა დავადგინოთ, აქვს თუ არა საფუძველი ეჭვს, რომ ბელაჩევაცის რაიონში მოკლული სერბების მასობრივი საფლავი მართლაც არსებობს, განაცხადა კოსოვოს მთავრობის უგზო-უკვლო დაკარგულთა კომისიის უფროსმა დეტაიმ. დეტაიმ ასევე განაცხადა, რომ გათხრებს კოსოვოს უსაფრთხოების ძალების თანამშრომლები ჩაატარებენ. პრიშტინის კომისიამ გათხრების გეგმების შესახებ სერბეთის დაკარგულთა კომისიას უკვე აცნობა. ჩილეს მაშველებმა 700 მეტრის სიგრძის გვირაბის გაბურღვა დაიწყეს, რომლის მეშვეობითაც მიწისქვეშ დარჩენილი 33 მაღაროელის ევაკუაცია მოხდება. ჩილეს ქალაქ კოპიანოდან 50 კილომეტრის მანძილზე მდებარე მაღაროს ნგრევა 5 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადაც მიწისქვეშ 32 ჩილელი და 1 ბოლივიელი მაღაროელი დარჩა. ახლა მიწისქვეშ დარჩენილ ადამიანებთან კავშირის დამყარება 8 სანტიმეტრის დიამეტრის კაბელის მეშვეობით ხდება. სპეციალისტების აზრით, გვირაბის გაბურღვა 3-4 თვე გაგრძელდება, მანამდე კი მაღაროელები მიწის 700 მეტრზე რჩებიან. ყირგიზეთში რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 19 წლის თავი აღინიშნა. აპრილში პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. უფრო მოგვიანებით კი მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღო, როზა ოტუნბაევა კი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული. ყირგიზეთში რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 19 წლის თავი აღინიშნა. ამ დღეს ყირგიზეთი პირველად ისტორიაში საპარლამენტო მმართველობის რესპუბლიკით ხდება, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა უდგას. თუმცა ამ პერიოდამდე ყირგიზეთმა დიდი კრიზისი გამოიარა. აპრილში პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის გადაყენების შემდეგ ხელისუფლებაში დროებითი მთავრობა მოვიდა. უფრო გვიან მოსახლეობამ რეფერენდუმის გზით ახალი კონსტიტუცია მიიღო. როზა ოტუნბაევა კი ქვეყნის პრეზიდენტად იქნა არჩეული. უფრო რთული პერიოდი ყირგიზეთს მაისში დაუდგა, როდესაც ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ეთნიკურ დაპირისპირებას 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 400.000 უზბეკი იძულებული გახდა ყირგიზეთი დაეტოვებინა. დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დღეს ყველა დასახლებულ პუნქტში საზეიმო ღონისძიებები ტარდება. ბიშკეკისთვის სპეციალური პროგრამა მომზადდა. პრესამსახურის განცხადებით, დედაქალაქის ქუჩებისა და მთავარი მოედნის გასალამაზებლად $22,000 იქნა გამოყოფილი. ქვეყნის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა, რომელიც პრეზიდენტის რანგში ამ დღეს პირველად შეხვდა, საზეიმო ღონისძიებებზე სიტყვით გამოვიდა. დღეს, როდესაც ჩვენი შვილების მემორიალი, რომლებიც აპრილის მოვლენებს შეეწირნენ ყვავილებით, შევამკეთ, მე უფრო დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქვეყნის წინაშე. არც ერთი ადამიანი გმირად არ იბადება. არამედ მოცემულ მომენტში შეუძლია თავისი გმირობა გამოავლინოს. ჩვენი მამაცი მოქალაქეები ყირგიზი ხალხის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის იბრძოდნენ და სიკვდილის ფასად გმირები გახდნენ. როზა ოტუნბაევას დამოუკიდებლობის დღე ამერიკის შეერთებული შტატების, თურქეთის, ყაზახეთის პრეზიდენტებმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა მიულოცეს.